საზოგადოებრივი რეპუტაცია და საიდუმლოქმედებები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ეს მხოლოდ წლების შემდეგ გახდება ნათელი. და ეს მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როცა ყველაზე პატივსაცემი ფიგურების რეპუტაცია დაინგრევა, რაც გამოიწვევს ისეთ აღმოჩენებს, რომლებიც გვაიძულებს თავიდან გადავაფასოთ მათი დიდი მემკვიდრეობა. ნომერი 10. მისი სახელი დღესაც განსაკუთრებულად გამორჩეულია. ყველაზე მდიდრულ მაღაზიებში, ძვირადღირებულ სუნამოებზე, ძვირფას სამკაულებსა და ფუფუნების ტანსაცმელზე აწერია კოკო შანელის სახელი. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერი, რომლის მემკვიდრეობაც თითქოს დროის გავლენას არ ემორჩილება. მისი საქმიანობა 20 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც 1910 წელს პირველი მაღაზია გახსნა და ქუდების გაბიდვა დაიწყო. მალე მან ტანსაცმლის შექმნაც დაიწყო და პირველი წარმატება მოიპოვა კაბით, რომელიც ძველი სვიდერისგან შეკერა. არ გასულა დიდი დრო, რომ ბევრმა დამკვირვებელმა მოიწონა ეს სამოსი და კითხეს, საიდან იშოვა. შანელმა მაშინ შესთავაზა, რომ მათთვისაც შეეკერა. მან 1920-იან წლებში თავისი პირველი სუნამო წარმოადგინა, შემდეგ შანელის კოსტიუმი და ამის შემდეგ პატარა შავი კაბა. ეს გამორჩეული დიზაინერი არ მხოლოდ მიმზიდველი ტანსაცმლის შექმნაზე იყო ორიენტირებული, არამედ ისეთ სამოსზე, რომელიც ქალებისთვის კომფორტული იქნებოდა. ის პარიზის ლიტერატურულ და სამხატვრო სამყაროში ცენტრალურ ფიგურად იქცა. შანელმა შექმნა კოსტიუმები რამდენიმე მნიშვნელოვანი პიესისა და ბალეტისთვის, ასევე მისი ახლო წლის მეგობარი იყო მხატვარი პაბლო პიკასო. მისმა ფართო საქმიანობამ მოდის ინდუსტრიაში შექმნა მრავალმილიარდიანი ფუფუნების იმპერია და დატოვა ისტორია, რომელიც ქალების როლის ცვლილებას უკავშირდებოდა. სწორედ ამ საქმიანობებმა დაიწყეს მოდის რევოლუცია. ეს იყო კოკო შანელის ცხოვრება, მოდის დიზაინერი, ქალთა უფლებების დამცველი, რევოლუციონერი და ჯაშუში. აღმოჩნდა, რომ ქალი, რომელსაც მოდის ინდუსტრია ასე დიდ პატივს სცემს და აღმერთებს, მხოლოდ კაბებს არ კერავდა და ქუდებს არ ყიდდა, არამედ ნაციონალ-სოციალისტების მხარდამჭერი და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ინფორმატორიც იყო. 1929 წელს ომის დაწყებისას შანელი ახლოს მდებარე რიცის სასტუმროში ცხოვრობდა. ოკუპაციის დროს ის რომანტიკულ ურთიერთობაში იყო გერმანელ დიპლომატთან, ჰანს გიუნტერ ფონ დინკლაგესთან, რომელიც გესტაპოს ჯაშუში და აბვერის აგენტი იყო. შანელის დინკლაგესთან ურთიერთობის გაგრძელებამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ის გერმანული ხელისუფლების სოციალურ წრეებში მოაქცია. 1941 წელს გერმანელი ჯაშუში ბერლინში გაემგზავრა თავის კოლეგასთან, ბარონ ლუი დე ფოვრელანთან ერთად. ორივე პირადად შეხვდა თავად დიქტატორს და ამის შემდეგ მალე დაზორვის სააგენტო შეიტყობდა დინკლაგეს საყვარლის შფოთვის შესახებ, რომელიც მის დიშვილს ეხებოდა, რომელიც საფრანგეთის ოკუპაციის დროს დააკავეს. შანელის შიში თავისი ნათესავის გამო გერმანელებისთვის შესაძლებლობის კარს ხსნიდა, რაც გარიგების საფუძველი გახდა. მათ მოდის დიზაინერს შესთავაზეს მისი დიშვილის გათავისუფლება და უსაფრთხოება, სანაცვლოდ კი მის ყველაზე გავლენიან მოკავშირეებთან არსებული ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს. შანელის მისია არასოდეს დოკუმენტირებულა და სწორედ ამიტომ უცნობია რა ინფორმაცია გადასცა მან გერმანელებს. თუმცა ცნობილია, რომ მან მართლაც მიაწოდა მათ გარკვეული სახის ინფორმაცია, რადგან იმავე წლის ბოლოს მისი დიშვილი უსაფრთხოდ დაბრუნდა სახლში. 1953 წელს პარიზი ნაციონალ-სოციალისტებისგან გათავისუფლდა, რის შედეგადაც ყველა გერმანელი, მათ შორის დინკლაგეც, იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი და შანელი იქ დატოვა. მომდევნო წელს საფრანგეთის მთავრობამ დაიწყო იმ ადამიანების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება, ვინც ოკუპაციის დროს დამპრობლებს ეხმარებოდა. და ამ სიაში იყო სავარაუდო მოღალატე კოკო შანელი. ის დააგავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხეს, დაკითხვა, რომელიც არასოდეს გამხდარა საჯარო. მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ის გაათავისუფლეს, თუმცა ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მისი გამართლება შეიძლება მისი ახლო ნაცნობის, უინსტონ ჩერჩილის მიერ ყოფილიყო მოწყობილი, რომელიც არღვევდა საკუთარ კანონს მტერთან მაჯრობის შესახებ. არსებობს თეორია, რომ შანელმა იცოდა, ჩერჩილს კანონი ჰქონდა დარღვეული, რადგან გერმანელებისთვის გადაუხდია, რათა ვინძორის ჰერცოგის ქონება ქალაქში დაეცვათ. სანამ ის უელსის პრინცი იყო, ის და შანელი საყვარლები იყვნენ. ამ წლის შემდეგ შანელი თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. ფუფუნებაში ცხოვრობდა, ქმნიდა ტანსაცმელს მდიდრებისთვის და ცნობილებისთვის. ის 1961 წელს გარდაიცვალა. მას არასოდეს დაუსვამთ კითხვა ჯაშუშთან ურთიერთობის ან აბვერთან თანამშრომლობის შესახებ. და ინფორმაცია, რომელიც მან გადასცა და დიქტატორს დაეხმარა. ნომერი 9, რომელიც მესამე ადგილზეა. ისტორიაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ხელოვანის შორის, ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოს შემდეგ, არის ესპანელი ემიგრანტი მხატვარი, კერამიკოსი და მოქანდაკე პაბლო პიკასო. ის ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანად, რომელმაც შექმნა ძალზე გავლენიანი ხელოვნების სტილი, კუბიზმი.
ეს ვიზუალური ხელოვნების სტილი გამოირჩევა სურათის სიფრთხის ბრტყელი, ორდიმენზიური ზედაპირით, რომელიც უარყოფს პერსპექტივასა და მოდელირებას. პაბლო პიკასომ თავისი 81 წლიდან 80 წელი ხელოვნებას მიუძღვნა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ხელოვნებაში. ის ცრუწმენით შეეროდა, რომ მისი ნამუშევრები სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა. პიკასო ცნობილია იმით, რომ მუდმივად თავიდან იგონებდა საკუთარ თავს. ის ხშირად ასე რადიკალურად ცვლიდა სტილებს, რომ მისი მთელი ნამუშევრების კოლექცია 6 სხვადასხვა მხატვრის ნამუშევარს ჰგავს და არა მხოლოდ ერთის. მას მრავალფეროვნებისადმი მიდრეკილება ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ მისი ხელოვნება, ასე რომ არ განსხვავებულიყო, ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს. მისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში პაბლო პიკასომ, როგორც ამბობენ, 150,000-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. ისტორიკოსებმა მისი შემოქმედება სხვადასხვა პერიოდად დაყვეს, რომლებიც მის ცხოვრებაში განსხვავებულ ეტაპებს აღნიშნავდა. ამ პერიოდებში შედის ლურჯი პერიოდი, როდესაც მის ნამუშევრებში ლურჯი ფერი დომინირებდა. ვარდისფერი პერიოდი, რომელიც ვარდისფერი, წითელი და ბეჟი ფერების გამოყენებით გამოირჩეოდა. პაბლო პიკასოს ცხოვრება 1973 წელს დასრულდა, მაგრამ მისი ბატონობა ხელოვნების სამყაროში არ შეწყვეტილა. დღემდე მისი ნამუშევრები დომინირებს გლობალურ ხელოვნების ბაზარზე და მას ეკუთვნის გინესის მსოფლიო რეკორდი, როგორც ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერ ხელოვანს. მაგრამ ფერების თამამი გამოყენების, სტილის შექმნისა და წამებულ ხელოვანად წარმოჩენის მიღმა იმალებოდა პიროვნება, რომელიც უმეტესობისთვის შეუმჩნეველი დარჩა. მხოლოდ ისინი ხედავდნენ ამას, ვინც მისი მსხვერპლი ან უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. როგორც ჩანს, ხელოვანის წარმატება და მემკვიდრეობა დაჩრდილა მისმა აშკარა უპატევსემულობამ მის ცხოვრებაში მყოფი სხვადასხვა ქალების მიმართ. სინამდვილეში ძალიან ცოდას, ვინც მასთან ახლოს იყო, საერთოდ ჰქონდა რაიმე კარგი სათქმელი მისი ხასიათის შესახებ. მისმა შვილიშვილმაც კი დაწერა რომანი იმის შესახებ, თუ რამდენად საშინელი ადამიანი იყო იგი. ამბობენ, რომ პაბლო პიკასო ნარცისისტი და ქალების მოყვარული იყო, რომელიც არა მხოლოდ ულმობელი, არამედ განსაკუთრებით ბოროტი იყო ქალების მიმართ, განსაკუთრებით კი თავისი მუზების მიმართ. ის ხშირად ტოვებდა თავის მუზებს უფრო ახალგაზრდა მოდელების გამო, რომელთაგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ პიკასომ ის სახლში ჩაკეტა, რათა სხვა არტისტებთან არ ემუშავა. იგი ასევე ცნობილია ქორწინების გარეშე ურთიერთობებში ჩართვით და მეგობრების შენარჩუნების უუნარობით. ისტორიკოსების თქმით, პიკასო უამრავი გულისტკენისა და განადგურების მიზეზი იყო. მერვე ადგილი. ტონი ჰეივარდი დაიბადა სლაუსში, ინგლისში, როგორც 7 შვილის უფროსი. მან მიიღო გეოლოგიის ხარისხი ასტონის უნივერსიტეტში, გეოლოგიის დოქტორის ხარისხი ედინბურგის უნივერსიტეტში და საპატიო ხარისხები ასტონის, ედინბურგისა და ბირმინგემის უნივერსიტეტებში. 1982 წელს, როდესაც ის 25 წლის იყო, ტონი შეუერთდა BP-ის საბურღი გეოლოგის პოზიციაზე. მას დიდხანს არ დასჭირვებია კარიერული წინსვლისთვის და 1987 წლისთვის ტონი უკვე BP Exploration-ის დირექტორი იყო, გლობალური ენერგეტიკული გიგანტის, რომელიც პასუხისმებელია ნავთობისა და ბუნებრივი აირის აღმოჩენაზე, განვითარებასა და მოპოვებაზე. 3 წლის შემდეგ, რაც ტონი დირექტორად დაინიშნა, მან BP-ის Amoco Exploration and Production-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა. და 1 წლის შემდეგ ის გახდა ჯგუფის ხაზინარი, რომლის პასუხისმგებლობაც იყო გლობალური ხაზინის ოპერაციების, შერწყმებისა და შეძენების ზედამხედველობა. 2007 წელს ის აღმასრულებელ დირექტორად გამოაცხადეს. ამ პოზიციაზე მუშაობისას ტონი ყურადღებას ამახვილებდა ოპერაციების უსაფრთხოებასა და სანდოობაზე. შესაბამისად, მას მიიჩნევდნენ კომპეტენტურ რეფორმატორად, რომელიც ცდილობდა გაემჯობესებინა ნავთობის მოპოვების პრაქტიკა, როგორც მუშაკების, ასევე გარემოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ცნობილ ლექციაში მან შემდეგი განცხადება გააკეთა. ჩვენი მთავარი მიზანი ცხოვრებაშია შექმნათ ღირებულება ჩვენი აქციონერებისთვის. ამის გასაკეთებლად თქვენ უნდა იზრუნოთ სამყაროზე. 2010 წლისთვის კი მისი რეპუტაცია როგორც კომპეტენტური დამცველის დაინგრა, დაახლოებით ისე, როგორც Deepwater Horizon-ის პლატფორმა და ამის შედეგად. Deepwater Horizon-ის კატასტროფა, რომელიც ისტორიაში უდიდესი შემთხვევითი საზღვაო ნავთობის დაღვრა იყო, მოხდა 2020 წლის 20 აპრილს. პლატფორმა ეკუთვნოდა და იმართებოდა აფშორული საბურღი კომპანია Transocean-ის მიერ და იჯარით ჰქონდა ავებული BP-ის. ის მდებარეობდა მისისიპის კანიონში, რომელიც კონტინენტური შელფის ხეობაა. ნავთობის ჭა ზღვის ფსკერზე ზედაპირიდან 4993 ფუტზე მდებარეობდა. კატასტროფის საღამოს ბუნებრივი აირის ნაკადმა აფეთქება გამოიწვია ბეტონის ბირთვში, რომელიც ჰალიბერტონმა დააყენა ჭის დასაბეჭდად. თუმცა ბეტონის ნაზავის ბირთვი ძალიან სუსტი აღმოჩნდა წნევის დაგროვების გასაძლებლად, რაც სავარაუდოდ აზოტის დამატებით იყო გამოწვეული, რათა გამაგრების პროცესი დაჩქარებულიყო. აფეთქება მექსიკის ყურეში მასშტაბური ნავთობის დაღვრა გამოიწვია, დღეში 60,000 ბარელი იღვრებოდა.
როდესაც კატასტროფა გაგრძელდა და შეკავების პროცედურები დაიწყო, BP-ის პირველი ნაბიჯი იყო Transocean-ის მონახულება, დახმარებისა და სამძიმრის შეთავაზებით. მეორე ნაბიჯი Tony Hayward-ისგან იყო, რომელმაც სწრაფი განმარტება გააკეთა და პირდაპირ შეამცირა ნავთობის დაღვრილის მოცულობა და მასშტაბი. მან ეს უმნიშვნელოდ შეაფასა, თუ გაუთვალისწინებთ მექსიკის ყურის წყლის რაოდენობას. კომპანია ამტკიცებდა, რომ ოკეანეში დღეში მხეში მხოლოდ დაახლოებით 1000 ბარელი გროვდებოდა, რაც აღჩობდა ოკეანის სიცოცხლეს და ზემოქმედებდა გარემოზე. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლე არ იყო. მთავრობის წარმომადგენლების გამოძიებებმა დაადასტურა, რომ გაჟონვის პიკი 60,000 ბარელს შესაძლოა, მეცაც კი აღწევდა. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი შეცდომაში შემყვანი განცხადება, რომელიც ხელმძღვანელმა გააკეთა. მთელი კატასტროფის განმავლობაში მან კიდევ უფრო უარესი განცხადებები გააკეთა. მათ შორის ერთ-ერთში მან ოპერატორს უთხრა, აქედან გაეცალე, როდესაც ის ლუიზიანას სანაპიროდან კატასტროფას ირებდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, ციტირებ, არავინ არ უნდა ამ ყველაფრის დასრულება ჩემზე მეტად, მინდა ჩემი ცხოვრება დავიბრუნო. ეს განცხადება ეგოისტურად აღიქვეს და კიდევ უფრო გაამძაფრა კრიტიკა, რომელსაც ტონი აწკდებოდა. მან ასევე გააკეთა კომენტარები, მაგალითად, რა გავაკეთე ესეთი, რომ ეს დამემართა და მე ბრიტანელი ვარ, შემიძლია ამას გაუძლო. მან ასევე განაგრძო უარყოფა ფაქტებისა, რომელსაც ავლენდნენ მეცნიერები, რომლებიც დაღვრას იკვლევდნენ. სამა ექსპერტმა აღმოაჩინა ზეთის წყალქვეშა ღრუბლები ყურეში, შეფასება, რომელსაც ტონი ღიად უარყოფდა და ავტორიტეტს უკარგავდა. მისმა არასტაბილურმა განცხადებებმა კულმინაციას მიაღწია აშტ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას კომენტარში, რომელმაც თქვა, რომ ტონი მისთვისთვის არ იმუშავებდა ასეთი განცხადებები და რომელიმე რომ გაეკეთებინა. ნომერი 7. ამერიკის შეერთებული შტატების 28 პრეზიდენტი იყო თომას ვუდრო უილსონი, ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ცნობილია თავისი ამბიციური საკანონმდებლო მიღწევებით. შოტლანდიური წარმოშობის ოჯახში დაბადებული უილსონის მამა იყო პრესვიტერიანული ეკლესიის მუდელი, ხოლო დედის მხრიდან ბაბუაც იგივე თანამდებობას იკავებდა. ბუნებრივია, ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მის აღზრდაში. მისი მამა ასევე მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, კონფედერაციის არმიის შემადგენლობაში. ამ ომმა ხრმად იმოქმედა უილსონზე, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა განადგურება და მწარე შედეგები. მას პირადი ზიზღი ჰქონდა ძალადობისა და შეიარაღებული კონფლიქტის მიმართ. ირონიულად, უილსონი მოგვიანებით ომის დროინდელი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ სწორედ კონფლიქტისადმი მისი ზიზღი ხდიდა ამ პოზიციას მისთვის ყველაზე შესაფერისად. თავისი პრეზიდენტობის პერიოდში უილსონმა შექმნა ერების ლიგა, პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურებოდა. ის დაარსდა 1920 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დასრულებას შეუწყო ხელი. უილსონი ასევე დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით. მისი მშვიდობის მოყარე იმიჯის მიუხედავად, უილსონის აშკარა ზიზღი აფროამერიკელების მიმართ წინააღმდეგობაში იყო ამ პერსონასთან. თავდაპირველად ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დასახელდა. მან ბევრი აფროამერიკელი ლიდერის ყურადღება მიიპყრო თავისი ახალი თავისუფლების პლატფორმით, მაგრამ ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მისმა ადმინისტრაციამ ფედერალურ ოფისებში სეგრეგაცია დანერგა. როდესაც ვუდრო უილსონმა 1912 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში საშუალო ფენის აფროამერიკელთა მზარდი საზოგადოება ცხოვრობდა, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის მესამედს შეადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის მხრივ პროგრესი იყო, ქვეყნის დედაქალაქში მაინც სეგრეგაცია და რასიზმი სუფევდა. მიკრორაიონები, სკოლები და ინსტიტუტები რასის მიხედვით იყო დაყოფილი, თუმცა ფედერალური მთავრობა ინტეგრირებულ სამუშაო ძალას ინარჩუნებდა და ვუდრო უილსონის პრეზიდენტად არჩევის დროისთვის ფედერალური თანამშრომლების 10% აფროამერიკელი იყო. თუმცა მისი ადმინისტრაცია გარდამტეხი მომენტი იყო. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს შემოიღეს რასობრივი სეგრეგაცია ფედერალურ სააგენტოებში. ფედერალურმა სეგრეგაციამ არა მხოლოდ გააცალკევა რასები, არამედ შეამცირა პროფესიული წინსვლის შესაძლებლობები, მათ შორის სასურველ პოზიციებზე წვდომა, მაშინაც კი როცა მათ შესაბამისი კვალიფიკაცია ჰქონდათ. ისტორიკოსების თქმით, ვუდრო უილსონი თავის პრეზიდენტობის პერიოდში ცდილობდა აფროამერიკელთა პროგრესის შეჩერებას. მეექვსე. ჰენს ასპერგერი იყო ავსტრიელი ექიმი, რომელიც ცნობილია ატიპიური ნევროლოგიის ადრეული კვლევებით. მისი სახელი ეწოდა ასპერგერის სინდრომს, რომლის ფართო კვლევებიც ძირითადად ბავშვებზე იყო კონცენტრირებული. მან გამოაქვეყნა 300 ნაშრომი ფსიქოლოგიურ დარღვევებზე, რომლებმაც მას სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ავიარება მოუტანა. ასპერგერმა თავისი ცხოვრების განმავლობაში პირადი ბიბლიოთეკა 10,000-ზე მეტი წიგნით შეავსო. მან თავისი სულიერი პროგრესული სიმწიფე კითხვისადმი მიაწერა. ყოფილი კოლეგების თქმით, ასპერგერი ხშირად ციტირებდა კლასიკურ ავტორებს, პოეტებს და ზოგჯერ ბიბლიასაც კი.
ის იყო მორწმუნე ქრისტიანი და წმინდა ლუკასის გილდიის წევრი, რომელიც უჭერს მხარს კათოლიკურ ევგენიკას, მათ შორის პოზიტიურ ევგენიკას და არა ნეგატიურს. ასევე მოწმობდნენ, რომ ასპერგერი ცივი და დისტანციური იყო. სიკმაწვილეში ის შეუერთდა Bound Newland-ის მოხეტიალე მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც დაკავშირებული იყო გერმანულ ახალგაზრდულ მოძრაობასთან და რომელსაც ექიმი თავის ცხოვრებისეულ პრინციპად ასახელებდა. გერმანული ახალგაზრდული მოძრაობა 1930-იანი წლებიდან მოყოლებული აგრძელებდა მჭიდრო კავშირებს მეორე მსოფლიო ომის დიქტატორთან. აღმოჩნდა, რომ კოკო შანელი არ ყოფილა ერთ-ერთი მსოფლიოზე გავლენის მქონე პიონერი, რომელიც დიქტატურის პირობებში ნაციონალ-სოციალისტებთან თანამშრომლობდა. როგორც ჩანს, ასპერგერი თანამშრომლობდა რეჟიმთან, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა თითქოს შეშამე პირებს განადგურებისგან იცავდა. თუმცა ისტორიული საომარი დოკუმენტები სრულიად საპირისპიროს ამჟღავნებს. ჰანს ასპერგერმა, როგორც ამბობენ, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადაამისამართა ამ შპიგელგრახტში, დაწესებულებაში, სადაც არაეთიკური ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტები და სამედიცინო უგულებელყოფა ხორციელდებოდა. ეს დაწესებულება ისედაც საშინელებებით იყო სავსე, მაგრამ ომის დროს კლინიკაში თითქმის 800 პაციენტის ევთანაზია განხორციელდა ფსევდომეცნიერული მოძრაობის ფარგლებში, რომელიც ეგრეთ წოდებული განწმენდას ან რასობრივ ჰიგიენას ქადაგებდა. არანებაყოფლობითი ევთანაზია T4 პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა განუკურნებელი ავადმყოფების, ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ემოციურად მოშლილი და ხანდაზმული ადამიანების განადგურებას. ჰანს ასპერგერი მიუხედავად იმისა, რომ ნეირომრავალფეროვნების კვლევის პიონერი იყო და ცდილობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებას, რეჟიმს მსხვერპლის შემდეგ აწვდიდა. მან ასევე ვერ მოახდინა თავისი პაციენტების შესახებ ბერლინის ჯანდაცვის ორგანოებისთვის შეტყობინება, როგორც ამას კანონი ავალდებულებდა. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ომის შემდეგ ასპერგერი გამოიკლიეს ისტორიული დოკუმენტებით, რომლებმაც გამოავლინა მისი კავშირი ამძლებემის შპიგელგრახტთან და ის, რომ გაწმენდას უჭერდა მხარს. მაგრამ საბოლოოდ მოკავშირე ძალებმა იგი პოლიტიკური დანაშაულისგან გაათავისუფლეს. და მან უბრალოდ გააგრძელა თავისი სამედიცინო კარიერა. ნომერი 5. ეს იყო თომას ედისონი, რომელმაც მსოფლიო იმ გზაზე დააყენა, როგორც დღეს ვხედავთ. ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ გამომგონებლად მიჩნეული, მან ელექტროენერგიის თანამედროვე ეპოქა შემოიტანა იმ დროს, როდესაც ერთადერთი წყარო პრიმიტიული დაბალვოლტიანი ბატარეები იყო. გამომგონებლის ყველაზე რევოლუციურ ქმნილებებს შორის იყო პირველი კომერციულად წარმატებული ნათურა, ფონოგრაფი და კინოკამერა. მან ასევე საფუძველი ჩაუყარა პირველ ელექტროენერგიის განაწილების სისტემას. მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ედისონმა ინდივიდუალურად და ერთობლივად მიიღო 1093 პატენტი, რაც მსოფლიო რეკორდია. მან ასევე შექმნა მსოფლიოს პირველი ინდუსტრიული კვლევითი ლაბორატორია და დაარსა General Electric-ის კორპორაცია. მას აღწერდნენ როგორც დაუღალავს, განსაკუთრებით შრომის ეთიკაში და ცნობილი იყო თავისი გამძლეობით მრავალდღიან მარათონებში. მან ძილი დროის კარგვად მიიჩნია. მან ცნობილი ფრაზა თქვა: გენია არის 1% შთაგონება და 99% შრომა. ის, ვინც მას იცნობდა, აღწერდა მას როგორც ქარიზმატულ ადამიანს, ძლიერი ეგოთი. ის ასევე ძალიან ინტროვერტი იყო და ლაბორატორიის მარტოობას ამჯობინებდა, მაგრამ ედისონსაც კი მის მომხიბლელობას მიღმას სიბნელე ჰქონდა. ამბობდნენ, რომ გამომგონებელი ხშირად მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერდა იმ გამოგონებებს, რომლებიც ან მისმა თანამშრომლებმა შექმნეს მელო პარკის ლაბორატორიაში, ან სხვა გამომგონებლებისგან იყიდა. Phonograph is practically განვითარება. John Crozam, ედისონის მთავარმა მექანიკოსმა განახორციელა, რომელმაც ფუნქციონალური მოდელი ედისონის უხეში ესკიზების საფუძველზე ააგო. მას ასევე მიაწერენ ელექტროსკამის გამოგონებას, რომელიც Harold P. Brown-მა მის ლაბორატორიაში მომუშავე ელექტროინჟინერმა მოიფიქრა. გამომგონებელს ასევე ჰქონდა მიდრეკილება, მიეთვისებინა იმ გამომგონებლების პატენტები, რომლებიც მასთან დაკავშირებული არ იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო Granville Tay Woods-ი, რომელიც ომის შემდეგ პირველი აფროამერიკელი მექანიკური და ელექტროინჟინერი გახდა. 1887 წელს მან მიიღო პატენტი თავისი ინდუქციური ტელეგრაფისთვის, მაგრამ ედისონმა მას უჩივლა, ამტკიცებდა, რომ მსგავსი ტელეგრაფი მან უფრო ადრე შექმნა. მაგრამ ვუდსმა ეს ბრძოლა მოიგო, თუმცა ეს ფინანსური სირთულეებისა და პირადი დანაკარგის ფასად დაუჯდა. თომას ედისონმა 1890-იან წლებში დააპატენტა კინეტოგრაფი, ანუ კინოკამერა, მაგრამ მისი გამოგონება სხვა გამომგონებლების მრავალწლიანი შრომის შედეგს ეფუძნებოდა. ედისონი არამხოლოდ იპარავდა სხვა გამომგონებლების ნამუშევრებს, ან ითვისებდა მათ დამსახურებას, არამედ აქტიურად აწარმოებდა საზოგადოებრივი ურთიერთობების კამპანიებს, რათა გაეფუჭებინა ან შეეჩერებინა თავისი კონკურენტები. მან წამოიწყო მნიშვნელოვანი საპატენტო ომები, მათ შორის დენის ომი, სადაც მასსა და მის ყოფილ თანამშრომელ ნიკოლა ტესლას შორის მძაფრი დაპირისპირება მიმდინარეობდა.
Tesla იცავდა ცვლად დენს, ხოლო Edison-ი დაჟენებით იცავდა მუდმივ დენს. Tesla-ს ძალისხმევის შესასუსტებლად და დისკრედიტაციისთვის Edison-ი უკიდურეს ზომებს მიმართავდა. საჯარო ელექტროშოკის დემონსტრაციებს აწყობდა, რათა დაემტკიცებინა, რომ ცვლადი დენი სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა. ადამიანთა ურთიერთობებმა Thomas Edison-ი წარმოგვიდგინა როგორც არამდგრადი ლიდერი, ბოსი, რომელიც ერთდროულად შთამაგონებელიც იყო და ტირანიც. ამბობდნენ, რომ ის თანამშრომლებისგან უკიდურესად დიდ სამუშაო საათებს ითხოვდა, რაც შეესაბამებოდა მის შეხედულებებს შრომაზე და იმაზე, რომ ძილი დროის ფუჭი კარგვა იყო. ხანდახან ის თანამშრომლებზე ყვიროდა და შემდეგ ხუმრობით ამსუბუქებდა სიტუაციას. Edison-ი ერთმნიშვნელოვნად იყო ორიენტირებული მხოლოდ თავის სამუშაოზე, რაც საბოლოოდ მას არაპრაქტიკულ ქმრად და შორეულ მამად აქცევდა. ნომერი 4. Whitcomb Castling, ლიდერი, გმირი, ჰუმანიტარი და ისტორიის უდიდესი განცემელი. 1911 წელს Castling-ი ნორვეგიის არმიაში შევიდა და სამხედრო ატაშედ მსახურობდა პეტროგრადში, შემდეგ კი კვლავ ჰელსინკში. მან ასევე დახმარება გაუწია სამაშველო სამუშაოებს რუსეთში და მონაწილეობდა სამაშველო საქმიანობაში ერთა ლიგის ფარგლებში. Castling-ის მთავარი ჰუმანიტარული მიზანი იყო მასობრივი შიმშილისა და დაავადებების შემსუბუქება საბჭოთა კავშირში. 1922 წელს, როგორც ნენსენის შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის მისიის ხელმძღვანელი უკრაინაში, ის პასუხისმგებელი იყო შტაბის შექმნაზე, საკვების უზრუნველყოფასა და სამედიცინო მარაგის მიწოდებაზე მშვიდობიან მოსახლეობისთვის. ერთა ლიგის ფარგლებში მან მხარი დაუჭირა დახმარების პროგრამებს ბულგარეთსა და სომხეთში და დაევალა შეთში და დაევალა შიმშილით დაზარალებული ტოდვილებისა და გადაადგილებული პირების დახმარება. სწორედ ამ ძალისხმევის გამო სამხედრო ოფიცერი ფართოდ ითვლებოდა გმირად, სულ მცირე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, როდესაც მისი გვარი მოღალატის სინონიმად იქცა. 1921-დან 1923 წლამდე Castling-ი იყო თავდაცვის მინისტრი აგრარულ მთავრობაში და პოპულარობა მოიპოვა ჰიდროელექტროს მუშების გაფიცვის ჩახშობით. შემდეგ მან დატოვა მთავრობა და დაარსა ფაშისტური პარტია Nationalsamlingi, რომელიც მიზნად ისახავდა კომუნიზმისა და პროფკავშირების ჩახშობას. Nationalsamlingi იყო უკიდურესად მემარჯვენე პარტია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალ-სოციალისტებთან თანამშრომლობდა. ეს მოხდა ომის დროს, როდესაც Castling-ი დიქტატორის როლში იყო და მისმა მარიონეტულმა მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც აქტიურად უწყობდნენ ხელს მოქალაქეების პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტაციას. ის ასევე პასუხისმგებელი იყო კონფლიქტზე, რომელმაც ნორვეგიელი წინააღმდეგობის მებრძოლებისა და გამოჩენილი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ფატალური შედეგები გამოიწვია. 1940 წელს მან სცადა გერმანიის მხარდაჭერილი გადატრიალება, სადაც ნორვეგიელებს მოუწოდა არ გაეწიათ წინააღმდეგობა დამპყრობლებისთვის, არამედ ებრძოლათ მათთან ერთად. 1942 წელს ის დაინიშნა მინისტრ-პრეზიდენტად რაიხკომისარი იოზეფ ტერბოვენის ხელმძღვანელობით. ომის განმავლობაში მან არაერთხელ სცადა ეკლესიის, სკოლებისა და ახალგაზრდობის ნაციონალ-სოციალისტურ შეხედულებებზე გადაყვანა. ამ მიზეზების გამო ის დააკავეს 1945 წელს, მას შემდეგ რაც ნორვეგია გერმანელებისგან გათავისუფლდა. ის საბოლოოდ დამნაშავეცნეს მძიმე ომის დანაშაულებში, მათ შორის სიკვდილით დასჯებში, დევნაში, სახელმწიფო ღალატში და გაფლანგვაში. Whitcomb Castling-მა თავისი გზა ჰუმანიტარად დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ნაციონალ-სოციალისტების კოლაბორანტად იქცა, რომელმაც აქტიურად გადაწყვიტა თავისი მსხვერპლების ბედი. მესამე ნომერი. Bernie Meadowy გაიზარდა ნიუ-იორკის Quincy's რაიონის ლორელტონის უბანში. მან პირველი წელი ალაბამის უნივერსიტეტში გაატარა და პოლიტიკურ მეცნიერებებში ხარისხი უნივერსიტეტში ჰემსტედში მიიღო. მან მოკლეხნით იურიდიული განათლება მიიღო ბრუკლინის იურიდიულ სკოლაში 1960 წლამდე. იმავე წელს $5,000 დანაზოგით, რომელიც მან მოიპოვა საწავი სისტემების მონტაჟითა და მაშველად მუშაობით, Bernard Madoff-მა დაარსა საკუთარი საინვესტიციო კომპანია Bernard L. Madoff Investment Securities, თავის სოლ რუთთან ერთად, რომელიც Wall Street-ზე მუშაობდა და ფსიქოლოგიის ხარისხი ჰქონდა. Madoff-ის კომპანიამ საიმედო შემოსავალი შესთავაზა კლიენტებს და მისი კლიენტთა ბაზა მოიმოიცავდა ისეთ ცნობილ პირებს, როგორიც იყო Stevie, Steven Spielberg, John Malkovich, Kevin Bacon და Kira Sedgwick. Madoff-ის სპეციალობა იყო ეგრეთ წოდებული penny აქციები, დაბალფასიანი აქციები, რომლებიც იყიდებოდა over-the-counter ბაზარზე. ეს იყო NASDAQ-ის ბირჟის წინამორბედი, ფასიანი ქაღალდების დილერების ეროვნული ასოციაციის ავტომატიზებული კოტირებების საფონდო ბირჟა, სადაც ის მენეჯერისა და თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ბიზნესის მეშვეობით Madoff-მა პირადი ურთიერთობები დაამყარა ნიუ-იორკისა და Palm Beach-ის ყველაზე გავლენიან და მდიდარ ბიზნესმენებთან. მან ეს ადამიანები ინვესტორებად მოიზიდა, მათ სოლიდური მოგება გადაუხადა და მათი რეკომენდაციები გამოიყენა მეტი ინვესტორის მოსაზიდად. მან ასევე დაახლო მეგობრობა დაამყარა ფინანსურ რეგულატორებთან.
მან ასევე გამოიტანა ექსკლუზიურობის ტაქტიკა, რათა შეძლებული ინვესტორები მოესიდა. იდეა, რომ მისი ფონდების ყველა წევრი ვერ გახდებოდა, იმას ნიშნავდა, რომ ბერნარდ მეიდოფის ინვესტორად მიღება პრესტიჟად იქცევოდა. ბიზნესმენის რეპუტაცია, როგორც წარმატებული საინვესტიციო მენეჯერისა და მეგობრული ბირჟის მაკლერისა, დაინგრა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის თაღლითია. ეს იყო 2008 წელს, როდესაც დიდი რეცესია დაიწყო, რამაც გლობალური პანიკა და ინვესტორების თანხების გამოტანა გამოიწვია. მდიდარი ადამიანები, რომლებმაც მედოფის ფონდში დააბანდეს ფული, ცდილობდნენ თავიანთი თანხები გამოეტანათ, რათა დანაკარგები დაეფარათ. მაგრამ მას აღარ ჰქონდა ნამდვილი ფული დარჩენილი. ის 7 მილიარდი დოლარი, რაც ინვესტორებისთვის უნდა გადაეხადა, აღარ არსებობდა. რამდენიმე თვით ადრე, მან სცადა, რომ კომპანიის აქტივებში დარჩენილი მილიონობით დოლარი თანამშრომლებისთვის ნაადრევი ბონუსების სახით გაინაწილებინა. კრახის პირისპირ, მან თავის 2 შვილს ბინაში დაუძახა, რომლებმაც ბონუსების შესახებ კითხვა დაუსვეს. მოჭერულ მდგომარეობაში ბერნარდ მეიდოფი იძულებული გახდა თავისი დიდი ხნის საიდუმლო გაემხილა. მან აღიარა, რომ მისი მთელი ბიზნესი ერთ დიდ ტყუილზე იყო აგებული და ახლა პრობლემაში იყო. მეიდოფს სჯეროდა, რომ შვილებისთვის ამის განდობა შეეძლო, მაგრამ თაღლითობის მასშტაბი მათთვის ძალიან დიდი აღმოჩნდა. ამის ნაცვლად ისინი პირდაპირ ხელისუფლებას მიმართეს და მამა გამოააშკარავეს, როგორც თაღლითი, რომელიც პონზის სქემას მართავდა. 2008 წლის 11 დეკემბერს ის დააგავეს და მოგვიანებით 11 ფედერალურ დანაშაულში ცნეს დამნაშავედ. მათ შორის იყო ცრუფიცი, ფულის გათეთრება და ფასიანი ქაღალდების თაღლითობა, რის გამოც მას 150 წლით ფედერალური ციხე მიუსაჯეს. ნომერი 2. ლენს არმსტრონგი, ყოფილი პროფესიონალი ველოსიპედისტი, ერთ დროს პატივსაცემი სპორტსმენი იყო, რომელსაც გამძლეობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მან არასდროს დაანება თავის ვნებას, არც მაშინ, როცა მას კიბო დაუდგინდა. ამერიკელი ველოსიპედისტი სპორტის სამყაროში ახალგაზრდობაში შევიდა. მან ველოსპორტსა და ცურვაში წარმატებას მიაღწია და როცა მოზარდი გახდა, უკვე მონაწილეობდა ტრაიათლონსა და ცურვის შეჯიბრებებში. სკოლის დამთავრებამდე არმსტრონგი აშშ-ის ველოსპორტის ფედერაციის ახალგაზრდულ ეროვნულ გუნდში მიიწვიეს. იქიდან მისი კარიერა ველოსპორტის სამყაროში განვითარდა და ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატებიდან აშშ-ის მოყვარულთა ჩემპიონატებამდე მივიდა. და 1992 წლის თუ ის პროფესიონალი გახდა და მოტოროლას გუნდს შეუერთდა. 1993 წელს ის მსოფლიო გზის რბოლაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა კაცად დასახელდა და ტურის დე ფრანსის ეტაპები მოიგო 1993 და 1995 წლებში. 1996 წლის Tour de France-ის შემდეგ არმსტრონგი დაავადდა და მას კიბო დაუდგინდა. იმ დროისთვის, როცა დიაგნოზი დადასტურდა, დაავადება უკვე ფილტვებსა და ტვინში იყო გავრცელებული. მან ქირურგიული ოპერაცია და ქიმიოთერაპია ჩაიტარა და სულ რამდენიმე თვეში ის ისევ სპორტის სამყაროში დაბრუნდა. დიაგნოზიდან მხოლოდ 2 წლის შემდეგ მან ლუქსემბურგის ტური მოიგო. მან ტური 2001 და 2002 წლებში მოიგო და კვლავ 2004 წელს. მეშვიდე ტურის მოგების შემდეგ 2005 წელს არმსტრონგმა სპორტიდან დროებით დაისვენა. 2008 წელს ის კვლავ დაბრუნდა კონკურენტულ რბოლებში, ხოლო 1 წლის შემდეგ 2009 წლის Tour de France-ზე მესამე ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, 1 წლის შემდეგ პატივსემული სპორტსმენი, რომელიც თავისი გამძლეობით იყო ცნობილი, კრიტიკის ქვეშ მოექცა, როდესაც აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს გამძლეობა და მისი შეუჩერებელი გამარჯვებების სერია შემაშფოთებელი საიდუმლო შედეგი იყო. 2010 წლის აპრილში ფლოიდ ლანდისმა, კიდევ ერთმა ველოსიპედისტმა, რომელიც ოდესვაც არმსტრონგის თანაგუნდელი იყო, აშშ-ის ველოსპორტის ოფიციალურ პირს ელფოსტა გაუგზავნა. მან გაამხილა, რომ თავადაც და კიდევ რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად დამნაშავე იყო აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში, ნივთიერებების, რომლებიც სპორტულ შედეგებს აუმჯობესებს, რაც სპორტის სამყაროში თაღლითობად ითვლება. თავის აღიარებაში ლანდისმა ლენს არმსტრონგიც დაასახელა. მიანიშნა, რომ ისიც დამნაშავე იყო შედეგების გამაუმჯობესებელი საშუალებების გამოყენებაში. 2012 წლის ივნისში აშშ-ის ანტიდოპინგურმა სააგენტომ დაადანაშაულა ველოსიპედისტი, მისი მენეჯერი, 3 ექიმი და მწვრთნელი მასშტაბურ 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე აკრძალული პრეპარატების შეთქმულებაში, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო. სააგენტოს მიხედვით არმსტრონგი იყენებდა რამდენიმე სახის გამაუმჯობესებელ საშუალებას, მათ შორის ერითროპოეტინს და ადამიანის ზრდის ჰორმონს. ისინი ასევე ურიგებდნენ ამ ნივთიერებებს სხვა ველოსიპედისტებს. ის ასევე დაადანაშაულეს სასიცოცხლო სითხეების ტრანსფუზიაში და ტესტოსტერონის გამოყენებაში იმ პერიოდში. ბრალდებებმა საბოლოოდ გამოიწვია არმსტრონგისთვის სხვა ველოსიპედის შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა. გამშავნების შედეგად ამ პატივსაცემ სპორტსმენს ჩამოერთვა ყველა ტური, დე ფრანსის ტიტული და სხვა ჯილდოები და პრიზები, რომლებიც 1998 წლიდან ჰქონდა მოპოვებული.
სააგენტომ ასევე დააწესა სამუდამო აკრძალვა ნებისმიერ სპორტში მონაწილეობაზე მსოფლიო ანტიდოპინგის კოდექსის შესაბამისად. ნომერი 1. ისტორიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პიონერი იყვნენ რაითის ძმები, რომლებიც პირველებმა შეძლეს თვითმფრინავის ფრენის ენერგიით უზრუნველყოფა, შენარჩუნება და მართვა. მათი გამოგონებამ ავიაციის ინდუსტრია გააჩინა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საჰაერო მოგზაურობას. Wilbur და Orville რაითები 4 წლით განსხვავებით დაიბადნენ ქრისტეში გაერთიანებული ძმების ეკლესიის მუდლის ოჯახში. ძმებმა და მათმა დანარჩენმა და ძმებმა მიიღეს საჯარო განათლება და გაიზარდნენ გარემოში, რომელიც მათ ინტელექტუალური ინტერესებისკენ უბიძგებდა. Orville რაითი მიიჩნევდა, რომ ნაკლებად მხარდამჭერი გარემო მათ ფრთებს მოჭრიდა და ცნობის მოყარეობისკენ სწრაფვა შეუშლიდა ხელს. Wilbur და Orville რაითები დამოუკიდებელი მოაზროვნეები იყვნენ, რომლებიც საკუთარ ნიჭში დიდ თავდაჯერებულობას ავლენდნენ. მათ ასევე ჰქონდათ ურღევი რწმენა საკუთარი განსჯის სისწორეში. ისინი მტკიცედ იყვნენ განწყობილნი, გაებრძელებინათ მცდელობა, თუნდაც იმედგაცრუების წინაშე მდგარნი. ეს თვისებები იყო იდეალური ნაზავის შემადგენელი ნაწილები, რომლებმაც ისინი დიდებისკენ მიმავალ გზაზე დააყენეს. ორი ძმა იყო რაითების ოჯახში ერთადერთი წევრები, რომლებიც არასდროს სწავლობდნენ კოლეჯში და არასდროს დაქორწინებულან. ამის ნაცვლად მათ ერთად დაარსეს საბეჭდი სახელოსნო და ასევე რედაქტორობდნენ და გამოსცემდნენ ორ ადგილობრივ გაზეთს. 1892 წელს მათ გახსნეს ველოსიპედების მაღაზია, სადაც მცირე მასშტაბით ველოსიპედების აწყობა დაიწყეს. და აქვე მათ შეიმუშავეს საკუთარი თვითზეთვადი ველოსიპედის ბორბლის კერა. ველოსიპედებისა და გაზეთების ბიზნესიდან მიღებული შემოსავლებით ძმებმა შეძლეს თავიანთი საავიაციო ექსპერიმენტების დაფინანსება 1899 წლიდან. ერთად მათ ამოწურეს ადგილობრივი ბიბლიოთეკის ყველა რესურსი, რაც კი საავიაციო თემას ეხებოდა. და მომდევნო წელს ისინი გაეცნენ სამოქალაქო ინჟინერ ოქტავ შანუცს, რომელიც შემდგომ წლებში რაითის ძმების ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. პირველი მართვადი საფრენი აპარატის შექმნის მცდელობისას მათ გააცნობიერეს, რომ წარმატებისთვის მათ ქმნილებას ფრთები დასჭირდებოდა. მათ აღმოაჩინეს, რომ ფრთები ამ წევძალას წარმოქმნიდნენ. შემდეგი სირთულე იყო ძრავის სისტემა, ხოლო შემდეგი მართვის მეთოდი. ისინი თავიანთ კუმირს, ოტო ლილიენდალს, გლაიდერის პიონერს მაგალითად იღებდნენ და შეისწავლეს, როგორ შექმნა მან ფრთები, რომლებიც ფრენისას მას ატარებდა. თვითმავალი მანქანების შემქმნელები, როგორც მიხვდნენ, ასევე მუშაობდნენ უფრო მსუბუქი ავტომობილების შექმნაზე ძლიერი ძრავებით. ეს ორი პრობლემა უკვე გადაჭრილი იყო და ერთადერთი რაც დარჩენილიყო, იყო მართვის საშუალების პოვნა. გამოცდილ ველოსიპედისტებად რაიტების ძმები თვლიდნენ, რომ სრული კონტროლი პილოტის ხელში უნდა ყოფილიყო და კარგად ესმოდათ წონის გადანაცვლების საფრთხეები, რადგან წინა საფრენი აპარატები ამ მხრივ ხარვეზიანი ჩანდა. ამიტომაც მათ ყურადღება გაამახვილეს ფრთებზე წნევის ცენტრის ზუსტ მართვაზე. სხვადასხვა მექანიკურ სქემებს ადგენდნენ მანამ, სანამ ფრთებზე სპირალური გადახრის გამოწვევას არ სცადეს. ამ ცდელობამ გამოიწვია ამწეობის გაზრდა აპარატის ერთ მხარეს და შემცირება მეორე მხარეს. ეს საბოლოოდ შესაძლებელს ხდიდა მართვას, სურვილისამებრ ფრთის წვერის დაწევით. და მათ ჰქონდათ პირველი ძრავიანი ხანგრძლივი ფრენის უნარის მქონე და მართვადი თვითმფრინავი, თანამედროვე ავიაციის დასაწყისი. ძმებმა ამოხსნეს კოდი და მათი ძალის ხმევა დაფასდა. მათი საწყისი წარმატება გახდა საფუძველი პროექტის დახვეწისთვის და საჰაერო მოგზაურობის გზის გასაკაფად. მაგრამ ამ გამომგონებელთა წყვილსაც კი ჰქონდა ბნელი მხარე. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, რაითის ძმები აგმები აქტიურად უშლიდნენ ხელს სხვებს ფრენების დაწვებაში, მათი ადრეული იდეების დახვეწასა და განვითარებაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი ნამუშევარი უნდა ყოფილიყო დაცული და დაპატენტებული, რათა არავის სხვას არ ქონოდა მათი იდეის გამოყენების უფლება. მათი აგრესიულობა სერიოზულად აფერხებდა ავიაციის ადრეულ ინდუსტრიას. ძმებს დამოუკიდებლად წინსვლა არ შეეძლოთ. იყვნენ სხვა გამომგონებლები და ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებოდნენ მათ და განავითარებდნენ იდეას, მაგრამ რაითის ძმებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი დიზაინი მონოპოლიზებოდათ და პატენტის ომი წამოეწყოთ. 1906 წელს მათ მიიღეს პატენტი ფრენის მართვის მეთოდზე და შემდეგ დაარსეს რაითის კომპანია. კომპანიამ სცადა თვითმფრინავების წარმოებაზე მონოპოლიის დამყარება, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამის ნაცვლად მათ შეცვალეს იურიდიული სტრატეგია და დაიწყეს უცხოელი თუ ადგილობრივი ავიატორებისა და კომპანიების სასამართლოში ჩივილი, რათა ლიცენზიის საფასური აეღოთ. ეს მოიცავდა ავიაციის პიონერ გლენ კერტისაც. 1910 წელს მათ მოიგეს სასამართლო საქმე კერტისის წინააღმდეგ და ასევე ყველა სხვა სამართლებრივი პროცესი, რომელიც ამას მოჰყვა. ეს მოიცავდა 9 სარჩელს, რომელიც რაიტების ძმებმა შეიტანეს და 3-ს, რომელიც მათ წინააღმდეგ იყო შეტანილი. მაშინაც კი, როცა უილბური გარდაიცვალა და ორვილი პენსიაზე გავიდა, პატენტის ომი გაგრძელდა სხვა მწარმოებლების მიერ საკუთარი სამართლებრივი საქმეების სამოწყებით.
ომმა ავიაციის ინდუსტრიაში დაუსრულებელი კრიზისი გამოიწვია, რამაც შეერთებულ შტატებში ინდუსტრიის განვითარება შეაფერხა. პატენტის ომი მხოლოდ 1917 წელს დასრულდა, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობამ ჩაერია და შექმნა პატენტების გაერთიანება, რომელმაც ინდუსტრიას მისცა თავისუფლად ინოვაციის და ტექნოლოგიების გაზიარების შესაძლებლობა მცირე საფასურად. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭეროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოდავოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Announce და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.